მოგესალმებით, როგორც ჩანს, პოლიტიკური სეზონი დაიწყო უკვე საქართველოში. ჩვენი ძელვადიანი საახალწლო საშობაო დღეები დასრულდა და ხელისუფლებისაგან გვესმის ბრალდებები ოპოზიციის მიმართ, რითაც ხდება მცდელობა, რომ ამ რიტორიკის მიღმა მიიჩქმალოს, მიიჯირყნოს, დაიმალოს ის ძალიან სავალალო ეკონომიკური და არა მხოლოდ ეკონომიკური რეალობა, რომელიც შექმნილია, ის ძალიან სარისკო დინამიკა, რომელიც არსებობს, ლაპარაკი არის წინა წელს დაახლოებით მილიარდიან შეუსრულებელ ვალდებულებებზე, ახალ ვალებზე და ასე შემდეგ. ამის ყველაზე ნათელი ნიმუში იყო პრემიერ-მინისტრის გამოსვლა, მერე ალბათ ჩამეკითხებით სხვა გამოსვლებზე, რომელმაც გამახსენა ჩემს სიყმაწვილეში პოპულარული სიმღერა, რომელიც როკ-ენ-როლის მოტივზე იმღერება. ტექსტი ასეთია, რომ სწავლობს გიგლა ტიტინა, მზემ შემოუჭყიტინა, გიგლა გეყოფა სწავლა, ახლა კარგია გავლა. უბრალოდ მასწავლებელი, როგორც ჩანს, ეს არის რეალური საჭეთმყრობელი საქართველოსი, რომელიც სამოქალაქო სექტორში გადავიდა. ძალიან არასწორ გაკვეთილებს ეუბნება და მოსწავლეც იმეორებს ამ ყველაფერს. ეს არის ერთი, რომ თურმე 9 წლის განმავლობაში ქვეყანას არც ეკონომიკა ქონია და არაფერი საერთოდ. 9 წლამდე მანამდე რა იყო, როდესაც მისი ახლობლები და მენტორები კარგად ცხოვრობდნენ, მაგრამ ქვეყანა დანგრეული იყო, ამაზე არ საუბრობს. თითქოს ესე იგი ასობით ადამიანი არის გამქრალი და ყველას, ვინც 9 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში იყო, ხელები იდაყვებამდე აქვს სისხლში და თითქოს რომ ეკონომიკაში ყველაფერი კარგად არის და ყველა ვალდებულება ისე სრულდება, რომ დაპირებულიც არ იყო აი უნდაგვარად. ეს ყველაფერი რამდენად არის რეალობასთან და საერთოდ ისტორიის და ქვეყნის დინამიკის სწორ აღქმასთან კავშირში, მე მგონი ნებისმიერი ოდნავ მაინც კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ამას მიხვდება და დაინახავს. აი ეს შესავლის სახით და თუ ასე ვთქვათ ჩაკითხვა გნებავთ, გისმენთ. რაც მე მოვისმინე და გავიგე, ძალიან ასე ვთქვათ, უნდათ რომ 9 წლის განმავლობაში რაც მომხდარა ყველაფერს ვთქვათ გრიფი საიდუმლო თითქოს და ედო და ასე შემდეგ, ან რასაც ოპოზიცია აკეთებს, ესეც თურმე საიდუმლო და შეთქმულებითია. ეს პატარკაციშვილების ოჯახის დავასთან დაკავშირებული დოკუმენტის გასაიდუმლოება სახელმწიფოს მხრიდან ისეთივე მითია და ბლეფია, როგორი გასაიდუმლოებულიც მithom იყო ის, რომ დიახაც თავდებათ უდგებოდით კეზერაშვილს, ისევე როგორც ძალიან ბევრ სხვა ადამიანს, ვისაც მიგვაჩნია, რომ პოლიტიკურად დევნიან და ამაში არაფერი საიდუმლო და განსაკუთრებული არ არის, მაგრამ აი ესეთი დოკუმენტები თავის ისე ვთქვათ გონებრივი გამჭრიახობის დიაპაზონიდან გამომდინარე რაღაც განსაკუთრებულ კომპრომატებად მიაჩნიათ. იგივე არის პატარკაციშვილის ოჯახის დოკუმენტი, დიახ, ის დაობდა საერთაშორისო არბიტრაჟში ქონებრივ საკითხებზე სახელმწიფოსთან. ოჯახის სურვილით იყო ეს დოკუმენტი გასაიდუმლოებული და ეს დოკუმენტი რას გვეუბნება, რომ მას ჰქონდა დავა, სახელმწიფომ მას შესთავაზა იმის გამო, რომ სახელმწიფო საერთაშორისო დონეზე ფინანსურად არ ყოფილიყო რისკის ქვეშ მორიგება და ეს ოჯახი დათანხმდა და მიიღო გარკვეული, ასე ვთქვათ, ქონებრივი ობიექტები პირად საკუთრებაში, ხო, ოჯახურ საკუთრებაში და გარკვეული ვალების ჩამოწერა მოხდა. აქ არ იყო ლაპარაკი კონკრეტულად იმედზე, მაინც და მაინც. იყო ლაპარაკი ზოგადად სახელმწიფოსა და ოჯახს შორის დავაზე. და სახელმწიფომ ამ ოჯახს
გარკვეული პირობები დაუკმაყოფილა და ოჯახმა შეწყვიტა დავა. სად არის აქ რაიმე ასე ვთქვათ განსაკუთრებული, რომელიც სხვა ქვეყანაში არ მომხდარა, ან სად არის აქ ზეწოლის მაგალითები აი ამ დოკუმენტიდან მომდინარე, აქეთ მაინტერესებს რომ გკითხოთ. მე მგონი იმ ადვოკატებმა, რომლებიც ცნობილნი არიან საერთაშორისო დონეზე, ძალიან მკაფიოდ თქვეს, რომ ასეთი განცხადებები, როდესაც საქმე სასამართლოშია, არის ზუსტად პოლიტიკური ზეწოლის და პოლიტიკური მოტივით ამ საქმიდან ამოგლეჯით ინფორმაციების გამოყენების ძალიან სკანდალური მცდელობა. ანუ სკანდალი თუ რამეში იყო ყმაწვილი პრემიერ-მინისტრის განცხადებებში და მეტი არაფერში. რაც შეეხება თვითონ ამ კომპანიის თუ კომპანიების ბრუნვას, ეს არის სავსებით, ასე ვთქვათ, ნორმალური რამ, რომ საერთაშორისო დონეზე ცნობილ კომპანიებს ჰქონდეთ ბრუნვა ასეთი. რაც შეეხება იარაღით ვაჭრობას, აი ის რაც დოკუმენტურად დადასტურებულია, მაგრამ რატომღაც არანაირი, ასე ვთქვათ, საყვედურად ან ნიშნის მოგებად არ მიიღოთ ეს, მაგრამ ჟურნალისტებს ნაკლებად, ქართულ ჟურნალისტებს ნაკლებად აქვთ გაშუქებული მაშინ, როცა საერთაშორისო დონეზე ძალიან კარგად არის ეს საკითხი შესწავლილი. თუ ვინმე იარაღით ვაჭრობდა და აქ იყო დადასტურებულად, ასე ვთქვათ, კანონთან წინააღმდეგობები, ეს იყო რასისტი კრედიტი და იმის უკან და იმასთან დაკავშირებული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც აფრიკაში უკანონოდ იარაღის ვაჭრობაში მონაწილეობდა, მაგრამ ეს ყველაფერი მიიჩქმალა. ეხლა ლაპარაკია იმაზე, რომ თურმე ფირმა, რომელშიც კეზერაშვილი ფიგურირებდა, ის ვაჭრობდა იარაღით. ჯერც ერთი ამ ყველაფერს უნდა დოკუმენტურად დადასტურება და არა ჭორის დონეზე გადმოცემა, იმიტომ რომ მსგავსი დოკუმენტები არ იყო წარმოდგენილი. მეორეც ერთი, თუ კი საქართველოს სახელმწიფოს მესვეურნი, კერძო პირები თუ სახელმწიფო მოხელეები ომამდე და ომის დროს იარაღის შეძენით იყვნენ დაკავებული, ეს იყო იარაღის შეძენა საქართველოსთვის და არა აფრიკის რომელიღაცა ქვეყნისათვის. და ეს იარაღი უნდა გამოყენებულიყო და გამოყენებულიც იქნა აგრესიის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. მაშინ, როდესაც აი რასისტი კრედიტი რა იარაღებში და რატო იყო დაკავებული, აი ეს ბევრად უფრო საინტერესოა მე მგონი. კარგია შეისწავლონ. თუ კი არის ასეთი კითხვები, არის რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შესწავლის საგანი და ობიექტი. ბიზნესი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს ყველგან, თუ რამე უკანონობა იყო და აი გამოძიებული იქნას, მაგრამ ობიექტურობა იმას მოითხოვს, რომ ასევე გამოძიებული იქნას ის თუ როგორ აფინანსებდა ბურჯი და სხვა ასე ვთქვათ კლონები ივანიშვილის ფინანსური იმპერიისა მაშინდელ ოპოზიციას. იქაც ხომ არ იყო რამე კანონდარღვევა. ეს საქმეები საერთოდ მიიჩქმალა, ხო? ყველაფერი იქნას გამოძიებული, თორე თავისთავად ფაქტი, რომ ბიზნესმენი და ესეც არაფერი განსაკუთრებული არ არის, რომ პოლიტიკოსები ან სახელმწიფო მოხელენი მერე მიდიოდნენ კერძო სექტორში და გამომდინარე თავისი ცნობადობიდან თუ ინფორმაციის ფლობიდან თუ საერთაშორისო, ასე ვთქვათ, გავლენებიდან იყვნენ წარმატებულნი, ეს ბევრ ქვეყანაში, ნორმალურ ცივილიზებულ ქვეყნებში ასე ხდება. და თუ რამე უკანონობას აქვს ადგილი, ეს რა თქმა უნდა გამოსაძიებელია, მაგრამ ისე ვიმეორებ, ყოველ მხრივ და არა მხოლოდ და მხოლოდ ნიშნის მოგებით ოპოზიციის საწინააღმდეგოდ, ოპოზიციის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით. ნუ აქ ჩანს როგორ იცავენ თავის თანაგუნდელებს სამართლის და სავსებით ლეგიტიმური კითხვების
კითხვებზე პასუხის გაცემის ხარჯზე. იმიტომ რომ არ ვიცი, არავის მე მგონი ჭკუატყოფელს ეჭვი არ ეპარება, რომ თუ კი ისმის ბრალდება, რომ ბატონმა მერაბიშვილმა მისი ღამით გაყვანა და უკანონო ზემოქმედება მასზე მოიგონა, ამას გაცემოდა რაღაცა ადეკვატური პასუხი, ნაპოვნი ყოფილიყო ის მასალები, რომლებიც აუცილებლად არსებობდა და ეს ყველაფერი გაქრა, ხო? და თან ძალიან უცნაურად თვე გავიდა თითქმის თუ მეტი. მას მერე რაც ითქვა, რომ კი ვნახავთ და ამ შემდეგ მერე ითქვა, რომ არა, თურმე არავითარი მასალები არ არის, არავინ არაფერს არ იწერს, ყველაფერი ნადგურდება და ამ შემდეგ. ეს ყველაფერი რომ საეჭვო იყო, ისევე როგორც ის რომ ღარიბაშვილს თურმე არ აინტერესებს და აქაც არაფერი მასალა არ არსებობს თუ როგორ გარდაიცვალა ბავშვი რაფალიანცების ოჯახში, რომელიც გამოყენებული იქნა ღარიბაშვილის გუნდის მიერ პოლიტიკური მიზნებით, ეს ისტორია, ამის გამოძიებაც არ უნდა. მხოლოდ უნდა გამოიძიოს ის, რომ თურმე ასობით ადამიანი, არ ვიცი, ზღვაში, მთაში, მიწაში იყო, ვთქვათ, ჩამარხული, გადაგდებული, დამქრალი და ამის უკან ფაქტების წარმოდგენა და რაიმე დოკუმენტების არ სურს, მაგრამ ამაზე საუბრობს როგორც, ასე ვთქვათ, ფაქტზე და მტკიცებულებითი ფორმით, ხო? აქედან ჩანს რა ობიექტურობასთან აქვს საქმე და როგორც ცდილობს იგი, ყველაფერი ის, რაც მას დაავალეს, ასწავლეს, აი ის გაიმეოროს, აი ესე რაღაცა დაზუთხულად და ძალიან აცდეს რეალობას, საზოგადოებრივ ინტერესს და ამით რაღაცნაირად გადაფაროს ისე ვიმეორებ, რომ ქვეყნის ეკონომიკა ბოლო 9 წლის განმავლობაში პოზიტიური დინამიკიდან ისე უბრუნდება 9 წლის წინანდელ, ანუ იმ პერიოდის დინამიკას, როდესაც შევარდნაძე, კახა თარგამაძე და ძალიან ბევრი ის ადამიანი, ვინც ამ ხელისუფლების აპოლოგეტია ან უშუალოდ, ასე ვთქვათ, ამ ხელისუფლებაში მონაწილეობს, იყო კარგად, მაგრამ ქვეყანაში მართლა არ იყო ეკონომიკა, არც შუქი, არც დენი, არც გაზი და არც არაფერი. მე მგონი ამით ჩვენ უბრალოდ ვხედავთ დრამას, ან ტრაგედიას, ყოფილი სახალხო დამცველი როგორ გადაიქცა საკუთარი გუნდის დამცველ სასჯელახსრულებათა სტრუქტურის მინისტრად, რომელსაც ნამდვილი ობიექტური რეალობა აღარ აინტერესებს და აქვს მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები და მიზნები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამდენადაც ვერანაირად ვერ მოხერხდა ამ კადრების ისე დამონტაჟება, რომ მე თქვენ გენახათ და ეჭვი არ შეგპარებოდათ, რომ ეს არის, ვთქვათ, ობიექტური კადრები, ყოველგვარი წვეტის გარეშე, ნამდვილად რეალურ დროში გადაღებული, რახან ეს ვერ მოხერხდა, უბრალოდ განადგურებული იქნა ეს მასალები და აი ეს არის რეალობა. თუ არა და დასაწყისშივე, თუ კი აქ საეჭვო არაფერი არ იყო, თუ კი თავიანთ სიმართლეში დარწმუნებულები იყვნენ, ან უბრალოდ სიმართლის ობიექტურად პოვნა უნდოდათ, ყოველგვარი, ასე ვთქვათ, გადათქმების გარეშე გაცემდნენ ადეკვატურ პასუხებს. აჩვენებდნენ ჟურნალისტებს, რა არის ამ კამერების მიერ გადაღებული, რამდენი ხანი ინახება თუ არ ინახება. ჩვენ ვნახეთ, რომ კვირები გავიდა, სანამ რაიმე ინფორმაციამ საერთოდ მოაღწია ჩვენამდე ამ დაწესებულებიდან მერაბიშვილის ღამე გაყვანასთან დაკავშირებით. და ამ კვირების განმავლობაში იყო წინააღმდეგობრივი განცხადებები და ბოლოს ვითომ საერთოდ არაფერი არ მომხდარა, ესეთი არის ხელისუფლების რეაქცია და ამ შემთხვევაში სუბარი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და მეტი არაფერი. არ ვიცი, იცით, რაღაცა აბსურდს ხო უნდა კონდეს საზღვარი, მაგრამ ჩანს შეიძლება 9 წლის განმავლობაში მართლა ბევრი იყო შეცდომა, ხდებოდა დანაშაულიც, მაგრამ ამის გამო ქვეყანამ აი ესეთი აბსურდით ზღვას საზოგადოება მთლიანად რაღაცა ბევრად უფრო დიდი ცოდვები გვაქვს მთელ საზოგადოებას ეთყობა საუკუნეების მანძილზე დაგროვილი. თუ არა აი ესეთი გადაწყვეტილებების სერიოზულად გაჟღერება, რომ თბილისის ქუთაისი დაერქვას და ამით აუაროთ გვერდი კონსტიტუციას, ну, უბრალოდ რას უნდა ნიშნავდეს, არ ვიცი.
ლაპარაკი არის ორ ისტორიულ დედაქალაქს და არა ადგილზე, რომელიც დაბად სულ ახლახანს ჩამოყალიბდა და სადაც გარკვეული ტერიტორია თბილისის მუნიციპალიტეტს გადაეცა საკუთრებაში იმისათვის, რომ იქ ინფრასტრუქტურული განვითარება მომხდარიყო, ხო? და ამის უკან არავინ არ ამბობს და არსად არანაირ დოკუმენტში ეს არ დაფიქსირებულა, რომ გუდაურში რო ჩავდივარ, სინამდვილეში თბილისში ვარ. შეიძლება ქუთაისს ჰქონდეს აქ რაღაცა საკუთრება, მაგრამ როდესაც კონსტიტუციაში ნათქვამია, რომ ქუთაისი არის საპარლამენტო ქალაქი, აი ამის გადალახვა იმითი, რომ ქუთაისს თბილისში რაღაც საკუთრება გადაეცეს, თუნდაც პარლამენტის შენობა, რამდენად ლოგიკურია, არ ვიცი, მაშინ ისევ ვიმეორებ. ხელისუფლების ერთადერთი ოპოზიცია, ნაციონალური მოძრაობა კიდევ რატომ არის, იცით, იმიტომ რომ ასეთი განსხვავებული ლოგიკა ყველა მოვლენისადმი, როგორც აქვს ერთის მხრივ ოცნებას და მეორეს მხრივ ნაციონალურ მოძრაობას, უბრალოდ არ არის საზოგადოებაში. ხო და შესაბამისად, ორ განსხვავებულ პარალელურ რეალობაში ვცხოვრობთ, რაც კარგი არ არის საზოგადოებისათვის, მაგრამ ეს აჩვენებს რამდენად, ასე ვთქვათ, შეურიგებლად განსხვავებულები ვართ, პრინციპულად განსხვავებულები ვართ, იდეოლოგიურად განსხვავებულები ვართ ერთმანეთთან და შესაბამისად აქედანაც შეგიძლიათ გააკეთოთ დასკვნა, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ნაციონალურ მოძრაობას უბრალოდ ობიექტურად, სისტემურად ალტერნატივა არ გააჩნია. თუ არა და აი ვხედავთ, რომ მათ თბილისი ქუთაისად ეჩვენებათ, ეჩვენებს გვიყვირს.